საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია იქნება. საღამშვიდობის გიორგი, დღეს საღამოს. მოდი დავიწყოთ საუბარი დღევანდელი აქტუალური თემების შესახებ და დავიწყოთ ჩვენი საუბარი ჩხრეკებით, რომელიც დღესდილით განხორციელდა იმ ფონდების ხელმძღვანელთა საცხოვრებლებში, რომლებიც ფაქტობრივად აფინანსებდნენ რადიკალურ აქციებს თბილისში. დაფინანსებაში გულისხმობ ფინანსურ უზრუნველყოფას, ანუ ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ კანონს, ჩადიოდნენ დანაშაულს, მათ შორის რა ვიცი, წვავდნენ, ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს და მონაწილეობას იღებდნენ რადიკალურ აქციებში. ამ ჩხრეკები, რომლებიც ჩატარდა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ესე იგი აჟიოტაჟი მოყვა რადიკალურ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერ მდიდარ არასამთავრობო სექტორში. პროვოკაციებიც ვიხილეთ დღესდილით, მათი მხარდამჭერები ცალკე სამართალდამცველებს, ცალკე მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ, მათ შორის ჩვენს წარმომადგენლებს არაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. მოკლედ ცდილობდნენ დაედგათ მორიგი დრამა და წარმოეჩინათ საკუთარი თავი მსხვერპლად, თუმცა მოდი კიდევ ერთხელ შევაფასოთ ეს პროცესი და კიდევ ერთხელ ავხსნათ რეალურად რა ფონდებთან გვაქვს საქმე, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რას იძიებს რეალურად პროკურატურა და რატომ არის საჭირო ამ ფონდების საქმიანობის შესწავლა. მოგიხსენებათ, მთავარმა პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, საქმე ეხება უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის გარკვეული ფინანსური რესურსების მობილიზებას და ფინანსური რესურსების ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული მიზნებისთვის გამოყენებას. ბუნებრივია, როდესაც განხორციელდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ეს გულისხმობს იმას, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ეს ფონდები გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდნენ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე გამიჭირდება პროცესების სიღრმეში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პროკურატურის საქმე, ეს არის ბრალდების საქმე და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ასე ვთქვათ, კითხვებს გაეცემა პასუხი, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და კარგად ვიცით რა საქმიანობას ახორციელებდნენ ეს ფონდები და განსაკუთრებით ბოლოდროინდელი პროცესების ასე ვთქვათ, კვალდაკვალ როგორ ხდებოდა მათ მიერ მობილიზებული ფინანსური რესურსების და რა მიზნებით ხდებოდა ამ ფინანსური რესურსების გამოყენება. როდესაც ჩვენ ვნახეთ და ვიხილეთ პარლამენტის წინ მიმდინარე ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობის დროს, როგორ გამოჩნდნენ ძალადობრივი ჯგუფები, როგორ იყვნენ ეს ძალადობრივი ჯგუფები შეიარაღებული სხვადასხვა საშუალებებით იმისთვის, რომ დაეზიანებინათ სამართალდამცველები 150-ზე მეტი პოლიციელი მძიმედ დაშავდა საპროტესტო ძალადობრივობაც დაკარგა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ ჩვენი ასე ვთქვათ მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან ვერანაირი განცხადება ან შეშფოთება ამ საკითხის გამო დაშავდა ათეულობით 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა ამ პროცესების შედეგად, ასევე დაზიანდა პარლამენტის შენობა, როგორც ასე გარე ფასადი, ასევე შიგნით ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე შენობას, იყო არაერთგზის მცდელობა იმისა, რომ პარლამენტის შენობაზე მომხდარ იყო შტურმი და ასე ვთქვათ, შიგნით შეჭრილიყვნენ ეს ძალადობრივი ჯგუფები და როდესაც სამართალდამცველებმა სწორად მიზანმიმართულად და თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად გაანეიტრალეს ეს ძალადობრივი ჯგუფები, მას შემდეგ ამ საპროტესტო მოძრაობამ მიიღო 7 ხასიათი და შესაბამისად ჩვენ აღარ გვინახავს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ექსცესები ამ პროცესში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ფონდების როლზე, ხო, აი ამ ვისაუბროთ ამ ფონდების როლი რა იყო საკვანძო როლი ჰქონდათ აქ, ვინაიდან მათ მიერ მობილიზებული ფინანსური რესურსები პირდაპირ მიედინებოდა ამ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებაზე, მათ ორგანიზებაზე, მათ დაფინანსებაზე, მათთვის სპეციალური
საშუალებების შეძენაზე 10-ობით 1000 ლარის პიროტექნიკა იქნა გასროლილი, რომელსაც პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ სამართალდამცველებს. ასევე მოლოტოვის კოქტეილები იქნა შეძენილი, ასევე სპეციალური აირწინაღები, რომელსაც ამბობდნენ, რომ თურმე არ არის კანონსაწინააღმდეგო მათი შეძენა, მაგრამ ესე კანონსაწინააღმდეგო შეიძლება პიროტექნიკის იყო და ჯოხის ხელში დაჭერას იყოს, მაგრამ როდესაც იმ ჯოხს თავში ჩაარტყავ ადამიანს და თავს გაუტეხავ, მაშინ ეს უკვე დანაშაულია და შესაბამისად ის ჯოხი თუ ის ქვა არის დანაშაულის იარაღია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ სიღრმეში გამეჭირდება მე შესვლა, ეს არის კონკრეტულად პროკურატურის საქმე, მათ აქვთ ალბათ გარკვეული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება ჩატარებულიყო და მე მაქვს მოლოდინი ისევე როგორც საზოგადოებას აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ კითხვებს გაეცემა შესაბამისი პასუხი. და რაც მთავარია, გარდა ამისა, რომ ესე იგი ეს ფონდები ჩართული იყვნენ, ესე იგი ამ შეიარაღების, ამუნიციის, ასე ვთქვათ, მომარაგების საქმეში, გარდა ამისა, ესენი უხდიდნენ ჯარიმებსაც იმათ, ვინცაც აკავებდნენ. პრინციპში ამ დიდარი არასამთავრობო სექტორისგან ჩვენ უკვე აღარაფერი აღარ გვეკვირს, ხან დროებით მთავრობას აყალიბებენ, ხან პირდაპირ პოლიტიკაში მოდიან და ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ანაცვლებენ და რაც მთავარია, ისინი ემსახურებიან არ წარმოადგენენ ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და პირიქით ყველანაირად ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ყველაფერში. მათ შორის შემიძლია გავიხსენო აგერ გუშინდელი წერილიც ბატონი ვანო ჭყიკვაძის, რომელიც ბრიუსელს პირდაპირ მიმართავს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონ ვანო ჭყიკვაძეს და მის პატრონებს ევროპულ ბიუროკრატიაში არ მოსწონთ არჩევნების შედეგი. აქ ერთი რამ უნდა ითქვა ძალიან მნიშვნელოვანი, მე წინა კითხვასაც გავაგრძელე და შემდეგ ამ საკითხის გადავალ, რომ ქართული კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების პირდაპირი წესით დაფინანსება აკრძალულია. პირდაპირ აკრძალულია. შესაბამისად იქნა მოძებნილი, ასე ვთქვათ, გზა ფონდების NGO სექტორის სახით, სადაც მიედინებოდა ათეულობით მილიონი ევრო და დოლარი წლების განმავლობაში. და ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსი პირდაპირ მიედინებოდა ქართულ პოლიტიკაში. რის გამოც ხდებოდა ის პროცესები, ჩვენ რაც ვნახეთ. ეს თანხები სამწუხაროდ მიედინებოდა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ საქართველოში გაღვივებულიყო სიძულვილის ენა, საქართველოში გაღვივებულიყო სამოქალაქო დაძაბულობა, სამოქალაქო არეულობა, განვითარებულიყო რევოლუციური სცენარები და საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვეღო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება, რაც იყო უმთავრესი ამოსავალი მიზანი უცხოეთის, ასე ვთქვათ, გარკვეული ძალებისა, რომ შემდგომში საქართველო გამხდარიყო იმ გლობალური დღის წესრიგის, იმ ასე ვთქვათ, არაჯანსაღი დღის წესრიგის მონაწილე, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ მათ შორის უკრაინაში. ვინაიდან მე ხშირად მიფიქრია და სხვათა შორის მქონია, ასე ვთქვათ, შემეგობრებთან დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა თუ არა საქართველოს აეცილებინა ეს დაპირისპირება ერთის მხრივ დაპირისპირება და მეორეს მხრივ შეენარჩუნებინა მშვიდობა საქართველოში, ეს იყო შეუძლებელი, უბრალოდ შეუძლებელი. ერთადერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გავხდით გეგმის ნაწილი. ჩვენ არ გავხდით იმ გეგმის ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. და შესაბამისად ეს მოძრაობები, ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსები მიედინებოდა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო ძალადობრივი გზით, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულიყო მართული აგენტურა, რომელიც პირდაპირ შეასრულებდა გარე დავალებებს და საქართველოს წაიყვანდა იმ საშინელი სცენარით, რომელიც საშინელი სცენარითაც წავიდა უკრაინა. თქვენ გახსოვთ, წინა საარჩევნო პერიოდში მუდმივად ხდებოდა განცხადებების გაკეთება, მათ შორის გაყიდული ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ საქართველოში უნდა იყოს ტექნიკური მთავრობა, საქართველოში უნდა იყოს კოალიციური მმართველობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა მუდმივი აპელირება. და რატომ? იმიტომ რომ არავის არ უნდა ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ეროვნული ღირებულებების დამცველი ხელისუფლება. არავის არ უნდა ჩვენ ქვეყანაში. ყველას უნდა კოალიციური ხელისუფლება, ტექნიკური მთავრობა, იმიტომ რომ იქ დაშალი ბატონის პრინციპით უკვე მარტივია ხელისუფლების მართვა. მარტივია მისი არევაც, მარტივია მისი დალაგებაც.
შესაბამისად, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იქნება ტექნიკური, ასე ვთქვათ, და კოალიციური, ანუ მათი მიზანი რაც იყო, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იქნებოდა მუდმივად მართული და მუდმივად ქვეყანა იქნებოდა ესეთი არეულობების და ტექტონიკური ძვრების ქვეშ. შესაბამისად, მათ არ უნდათ ისეთ ძალასთან, ასე ვთქვათ, საუბარი, რომელიც მუდმივად აპელირებს ქვეყნის ინტერესებზე, მუდმივად აპელირებს ქვეყნის სუვერენიტეტზე, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. საქართველოს აღარ არის ქვეყანა, რომელიც იყო 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ რამე შევღაღადებდით, ასე ვთქვათ, ევროპას და ევროპელ ლიდერებს. აქ ერთი რამ უნდა ითქვას გარკვევით, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი, ურთიერთსარგებლიანი და ეს მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენს ურთიერთობაში. კი ბატონო, თან მით უმეტეს ძალა, რომლის დაბრუნებასაც გლობალური ომის პარტია და ის ძალები ზოგადად, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე, ძალა, რომელსაც ისინი აბრუნებენ ხელისუფლებაში, არის დამნაშავე ძალა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას ერთხელ უკვე ჩართოდა, კიდევ ერთხელ ჩართავდა საერთაშორისო ავანტიურაში. არამედ ქვეყნის შიგნითაც მისი მმართველობა ხასიათდებოდა პირდაპირ შეიძლება ასე დავარქვათ სახელი სისტემური დესპოტიზმით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი რა მტკიცებულებები შეიძლება მოვიტანოთ, თუ კი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა ამასთან დაკავშირებით, ან როგორც ამბობენ, ხანდახან ახალგაზრდები შეყავთ ხოლმე შეცდომაში და არ წმუნდებენ, რომ ეს ყველაფერი, რა ვიცი, მე პროპაგანდის შედეგია, ან ზოგიერთი ახალგაზრდა რომელსაც არ უნდა ამის აღიარება, ამბობს, რომ თვითონ არ ახსოვს, თვითონ პატარა იყო, რომ არ ჯერა ეს ყველაფერი. აგერ მუშაობს საპარლამენტო დროებითი კომისია, რომელმაც უკვე 17 თუ 18 სხდომა გამართა და ამ სხდომების მსვლელობის მანძილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ყველა იმ საშინელების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. დღეს თეატრო ლუკიანმა შეაფასა სხდომის კომისიის მუშაობის დღემდე განვლილი ეტაპი და მათ შორის შეჯამებაში მან თქვა ისიც, რომ არ ვიცი რომელი ერთი გამოვყოთ, მაგალითად აგვისტოს ომის მსვლელობისას ისე იყო წარმოებული ეს ომი, რომ მაქსიმალური მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც შემდეგ პიარულად იქნებოდა გამოყენებული ხელისუფლების მიერ. არ ვიცი, ამაზე დიდი ბოროტება საკუთარ ხალხს რა შეიძლება ხელისუფლებამ დამართოს. დიახ. ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეატრულოკიანის შუალედური ანგარიში და მოგიხსენებათ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და საგამოძიებო კომისიას გაუგზავნა მუშაობის ვადა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადაუხადო საგამოძიებო კომისიის თითოეულ წევრს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თეატრულოკიანს და ამ კომისიას მუხლშაუხრელი შრომისთვის და მართლაც ტიტანური შრომისთვის, რომელსაც ისინი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყების დღიდან დღემდე აკეთებენ ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში ისმენენ დაზარალებულთა ჩვენებებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ ისმენს იმ საშინელებებს და საშინელ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მართლაც კრიმინალური ბანდის მმართველობის პერიოდში. ეს იქნებოდა ბიზნესის რეკეტი, ეს იქნებოდა პატიმართა წამება, ეს იქნებოდა უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიის დასკვნას და ასე ვთქვათ, მისი ასე ვთქვათ, მუშაობის შეჯამებას, ამას ჩემს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ სწორად შევაფასოთ წარსული. და სწორი შეფასება მივცეთ აი ამ საშინელი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, იმისთვის რომ ჩვენ შევქმნათ ძლიერი აწმყო და შესაბამისად შევქმნათ ძლიერი მომავალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებზე და არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში დანახული საკითხები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა ემყარებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს და მტკიცებულებებით იყოს გამყარებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასკვნა იყოს დაწერილი არა, ასე ვთქვათ, კლასიკურ ბიუროკრატიულ ენაზე, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ის იყოს მაქსიმალურად გასაგები და მაქსიმალურად სწორად აღქმადი. ასევე მე პირადად ვეთანხმები სრულიად ჩემი ერთ-ერთი კოლეგის, ბატონი ლადო კახაძის მხრიდან იქნა გაცხადებული, რომ აღნიშნული დასკვნა იყოს ნათარგმნი ასევე ინგლისურ ენაზე და თუ საჭიროა სხვა ენებზეც, რადგან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი აღქმა, ასე ვთქვათ, მათი მმართველობის პერიოდზე, არამედ ჩვენს მეგობრებსაც, რომლებიც ასე თავგამოდებით იცავენ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ოპოზიცია ჰქვიათ და თითქოს ჩვენ დაგვავიწყდა ეს ადამიანები, რომლებიც დღეს თითქოს რაღაცა თავისუფლების დამცველის მანტიით იცავენ რაღაცას, თვითონაც არიციან რას იცავენ, რეალურად ამ პერიოდში იყვნენ ან მინისტრები, ან მინისტრის მოადგილეები, ან კონკრეტული სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები და რა დანაშაულებს შადიოდნენ იმ პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისია დადებს დასკვნას უახლოეს მომავალში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ საქართველოში გაჩნდა თაობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი არ უნახავს, ან უბრალოდ არ ახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში უკვე მცირეწლოვანი იყო. და როდესაც ჩვენ გვესმის და მათ შორის ამ ასაკის ადამიანების მხრიდან გვესმის, რომ აი რა საჭიროა ამ ფაქტების გამოძიება, ხო, გასული არის 18 წელი, 20 წელი ან შეიძლება მეტი, სწორედ იმიტომ არის საჭირო ამ ფაქტების გამოძიება, რომ პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი ქმედებები სამართლებრივი თვალსაზრისით და მეორე იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები იბრძვიან დღესაც ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩასაგდებად. სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ხან ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან და დაირქმევენ, რომ თითქოს ახლები არიან. ვინ არის ახლა ახალი? ნიკა გვარამია არის ახალი თუ ნიკა მელია არის ახალი? ჩვენ საზოგადოებას დაგვავიწყდა ეს ადამიანები, ვინ იყვნენ, რა თანამდებობებს იკავებდნენ, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როგორ ექცეოდნენ საკუთარ საზოგადოებას, როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისიამ ეს დასკვნა დადოს და ეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა იყოს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველასთვის. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ყველა ის ისტორია, რომელთა ნაწილიც მართლა შეიძლება ვინმეს არ ახსოვდეს, ან იმიტომ რომ მცირეწლოვანი იყო მაშინ, ან უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ მედიასთან კომუნიკაციას და თავისი ისტორიების ფართო საზოგადოებამდე მიტანას. მაგალითად, დღეს ძალიან საინტერესო იყო მაყვალა გონაშვილის მოსმენა ქალბატონის, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობდა 2004 წელს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა მან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეპრესიებს ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება კულტურის მოღვაწეების მიმართ. რა დამართეს მწერალთა სახლს, როგორი იყო მათი დამოკიდებულება ზოგადად კულტურის მიმართ, როგორ ებრძოდნენ საერთოდ ქართული კულტურის და ქართული იდენტობის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე გამხრივ გამორჩეული იყო, იმიტომ რომ კარგად გვაჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ომი ჯერ ერთი ქვეყანა ჩაითრიეს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკურ პროვოკაციაში, შემდეგ ომი აწარმოეს ისე, რომ საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. ბიზნესს რას უშვებოდნენ, ადამიანებს ციხეში როგორ აწამებდნენ, არაერთხელ მოვისმინეთ და ამაზე არავინ დაობს. კულტურის მოღვაწეებს რას უშვებოდნენ, აი დღეს მოვისმინეთ ამის შესახებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი მაყვალა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ჩვენ მეგობრობთ და ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. მართლაც ძალიან მძიმე საქმეა, ვინაიდან მაშინ დელმა ხელისუფლებამ სანიმუშოდ, ასე ვთქვათ, სამაგალითოდ დასაჯა მწერალთა კავშირი, ჩამოართვა ქონება, უძრავი ქონება, შენობები, ასევე გააუქმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დააფუძნა შემდეგ აიპი, გააუქმა ხელფასები და მაქსიმალური, ასე ვთქვათ, წნეხი და მაქსიმალური რეპრესია მოუწყო ამ ადამიანებს. გარდა ამისა, ქალბატონმა მაყვალამ დღეს განაცხადა, რომ დაიკარგა უნიკალური ბიბლიოთეკა, დაიკარგა ასევე არქივი, უნიკალური არქივი, რომელსაც მწერალთა სახლი ფლობდა, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა და ეს იყო შეიძლება ითქვას
მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტი იმ ტოტალური რეპრესიებისა, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ქართული კულტურის მიმართ აწარმოებდა. უბრალოდ ქალბატონი მაყვალა გახლავთ ძალიან ძლიერი, ძალიან ღირსეული ადამიანი და მან შეძლო და იმ ურთულეს პირობებში თავის გუნდთან ერთად შეინარჩუნა მწერალთა კავშირი როგორც ორგანიზაცია და მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა და დაბრკოლებისა მან ეს კავშირი დღემდე მოიტანა. ჩვენ ქალბატონ მაყვალას მხარს უჭერთ, ვეხმარებით სხვადასხვა საკითხებში, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ხოლო რაც შეეხება ზოგადად კულტურის მიმართ დამოკიდებულებას წინა ხელისუფლებისა, ჩვენ კარგად გვახსოვს რობერტ სტურუას საკითხი, ჩვენ კარგად გვახსოვს ჩარეცხილების საკითხი. აქ მარტო კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი არა, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგის თაობის ჩარეცხვა მოხდა, ძველი თაობის უგულებელყოფა მოხდა, საერთოდ უარყოფა მოხდა ძველი თაობის. მე მახსოვს ადამიანი, მათ შორის შემიძლია გითხრათ, მე გახლავართ ქართული ტრადიციული კულტურის წარმომადგენელი, მაშინდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი უშიკიშვილი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის, ჯემალ ჭუასელს და მისი თაობის წარმომადგენლებს როგორ ლანძღავდა, როგორ ასე ვთქვათ, ავიწროვებდა მაქსიმალურად, რომ მათ არანაირი გასახანი არ ქონოდათ. მათ შორის ძალიან დიდი დაბრკოლება ჰქონდა ჩვენც და ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ. განსაკუთრებით გაპარტახდა რეგიონებში, მაშინ კულტურული დაწესებულებები, გაუქმდა მუსიკალური სასწავლებლები და აი ამ შედეგებს იმ მავნე პოლიტიკისა, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, დღემდე ვიმკით. ვინაიდან დღეს ფაქტიურად ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს დეფიციტური პროფესიები, სადაც არ გვყავს შესაბამისი კადრები და კულტურის სამინისტრო უკვე მუშაობს, დაწყებული აქვს მუშაობა, რომ ამ პროფესიებში მოხდეს ადამიანთა გაჩენა, ადამიანური რესურსის გაჩენა, რომ სახელმწიფომ წარმატებით შეძლოს, ასე ვთქვათ, კულტურის სხვადასხვა დარგში არსებული პრობლემების გადაჭრა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქმე, რომელიც საგამოძიებო კომისიაში შედის, იქნეს შესწავლილი და ჩვენ დღეს კომისიის თავმჯდომარისგან, ქალბატონი თია წოლოკიანისგან მივიღეთ ასე ვთქვათ, დაპირება, რომ მაქსიმალურად გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ის ყველა განცხადება, რომელიც შესული არის საგამოძიებო კომისიაში, იქნება შესწავლილი და იქნება განხილული. კი ბატონო, სხვათა შორის მინდა ეს თემა განვაგრძო იმ კონტექსტში, რომ აი არასამთავრობოების, მდიდარი არასამთავრობოების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის და ქმედებების თემა მინდა განვაგრძო იმ კონტექსტში, რომ როდესაც გუშინ ჩვენ ვნახეთ წერილი, სადაც ქართველი ადამიანი, ეროვნებით ქართველი მიმართავს ბრიუსელს, რომ შეაჩეროს ვიზა ლიბერალიზაცია, უпростоრად უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ დასაჯოს საქართველოს. ეს თემა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბრიუსელშიც არის გარკვეული მოძრაობები, მოდით პირდაპირ ვთქვათ, იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეს ვიზა ლიბერალიზაციის თემა იქნას გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი, როგორც შანტაჟის მექანიზმი, იმისთვის, რომ ან ხელისუფლება წაიყვანონ დათმობაზე, ან საზოგადოება ააბუნტონ ხელისუფლების წინააღმდეგ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გამოეხმაურა ასევე ამ თემას და რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. ერთ-ერთი იყო, რომ შეიძლება უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობასო. ასევე თქვა, რომ DCFTA-საც შეიძლება გადავხედოთო და ასევე კანდიდატის სტატუსსაც შეიძლება, ასე ვთქვათ, კანდიდატის სტატუსსაც შეიძლება კითხვის ნიშანი დაუსვათოთ. ხო, გავყინოთო, დაახლოებით ისე, როგორც თურქეთთან არისო. კიდევ ბევრი განცხადება გააკეთა, მაგრამ მე მინდა პოლიტიკურ შეფასება მივცეთ ამ განცხადებას, რას მიგვანიშნებს მისი ეს ინტერვიუ. ჩვენ ვხედავთ, რომ რევოლუციის სცენარი ჩავარდა. ის დაფინანსება, უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნა საქართველოში სიტუაციის ასარევად და ხელისუფლების ძალისმიერი გზით შესაძლებლად არ განხორციელდა, ვერ განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმოქმედა სწორად, თანმიმდევრულად, პრინციპულად და ბოლომდე დაიცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნება.
აქედან გამომდინარე ისინი ხედავენ და ეძებენ გამოსავალს, რაც შეიძლება იყოს და ერთ-ერთი არის და არ ეშვებიან ფაქტია შანტაჟის ენას და ის განცხადება, რომ ესე ვთქვათ, შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია, გადაიხედოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, სწორედ ამას ემსახურება, რომ გარკვეული მუხტი და შეგულიანება მოხდეს საპროტესტო მუხტისა და კიდევ ახალი პრობლემები წამოვიდეს. კიდევ ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთსარგებლიანობაზე, ურთიერთმომგებიანობაზე. ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურესად მყიფეა საერთაშორისო ურთიერთობები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს შორის. ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ ნატოს ერთი წევრი ქვეყანა მეორე ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც კი აყენებს ეჭვის ქვეშ. ჩვენ ასევე ვხედავთ სატარიფო ომს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები თვისობრივად განიცდის ცვლილებას და აუცილებელია ახალი საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურის აშენება. და ამ არქიტექტურაში, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა კონდეს და ექნება მე დარწმუნებული ვარ საკვანძო როლი. ვინაიდან საქართველო აღარ არის სახელმწიფო, რომელიც იყო 90-იან წლებში, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი არსებობის აზრი, კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი უფლებები და ასევე საკუთარი ინტერესები, საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის და ასევე თვისობრივად გადატვირთვისთვის ევროკავშირთან, მათ შორის ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენ არანაირად არ დაუშვებთ ურთიერთობას ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე და ზევიდან საუბრის, ასე ვთქვათ, უფროსი მასწავლებლის ტონით საუბრის სტილში საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ესაუბროს ვინმე. შესაბამისად, შანტაჟის ენა, რომელიც დღეს ისევ არ წყდება და ჩვენ ვხედავთ, არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობ დაზვერვითი, ასე ვთქვათ, აინტერესებთ ჩვენ რა რეაგირება გვექნება, ეს ერთი და მეორე, ასევე მე მაინც ღრმად მწამს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მათ აქვთ რეალური პოლიტიკის განცდა, თუ მათ აქვთ პრაგმატული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გატარების სურვილი, საქართველო არის საკვანძო როლის მატარებელი გლობალურ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოში და საქართველოს შეუძლია იყოს ძლიერი სანდო პარტნიორი ევროკავშირის როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სხვათა შორის ეს განცდა, რომ სავარაუდოდ ევროპულ ბიუროკრატიასაც მოუწევს შეგუება იმასთან, რომ საქართველო არ იქნება უთანასწორო პარტნიორი და ის მხოლოდ თანასწორი პარტნიორობის რეჟიმზეა თანახმა, ამასთან შეგუების ნიშნები აი ამ ინტერვიუშიც ჩანს, მარტა კოსის ინტერვიუში, რამდენიმე ფრაზა ამოვიწერე, რომელიც განსაკუთრებულად მომხვდა თვალში. ის ამბობს, რომ მე არ მინდა, მე ვერ ვიჯერებ და ვერ ვიღებ, რომ საქართველოს შეიძლება დავკარგოთ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შეიძლება იღებდეს კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ანუ ეს მისი შეფასებაა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ჩანს, რომ მას ევროპას არ სურს, თუნდაც აი ამ ბიუროკრატიას არ სურს საქართველოს დაკარგვა და მეორე, როდესაც მას კითხეს საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზე და კომუნიკაციაზე, მან თქვა, რომ შესაძლოა უმაღლეს დონეზე არა, მაგრამ შესაძლოა ცოტა უფრო დაბალი რანგით დავიწყოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს კომუნიკაციაო. ანუ ჩემი აზრით, მათაც დაიწყეს შეგუება იმასთან, რომ საქართველოსთან, აი ასეთ საქართველოსთან მათ მოუწევთ ურთიერთობა. მოგეხსენებათ 6 თვე გავიდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან. საქართველოს პარლამენტი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ჩვენ ამ 6 თვის განმავლობაში მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი კანონები, ასეულობით კანონს შევიტანეთ ცვლილება. აქტიურად ტარდება კომიტეტის ხდომები, სესიები,
ასევე ჩემი კოლეგები პარლამენტის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს ასე თქვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებთან სხვადასხვა ფორმატებში ძალიან აქტიურია პარლამენტის საგარეო ურთიერთობებში მათ შორის EUTOS ფორმატიც უნდა აღინიშნოს მოგიხსენებათ რამდენიმე დღის წინ ბრძანდებოდა საქართველოში EUTOS გენერალური მდივანი შესაბამისად საქართველო აქტიურია საგარეო ასპარეზზე და ის რომ ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა აქ მე ვფიქრობ რომ აქ სურვილიც არ არის თავარი უნდათ თუ არ უნდათ აქ უფრო საჭიროებაზეა საუბარი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ როდესაც ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე და განსაკუთრებით სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე აქ უფრო საჭიროებებიდან გამოდის და უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აქ არის მთავარი ურთიერთსარგებლიანობა და ურთიერთსაჭიროება. ანუ ჩვენ ისევე გვჭირდება დასავლეთი, როგორც დასავლეთს გვჭირდება საქართველო. და სწორედ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ურთიერთსაჭიროებებიდან. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, შეფასებებისთვის, კომენტარებისთვის. გიორგი გაბუნია, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.